მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო. ახლა მე შემოგთავაზებ თქვენ ტკევან ტრიმվել ილიანას შოუზე. გამოცდილებები არქტიკაში, ანტარქტიდაში, MKK-ში და SSP-ში და მზის დაცვაზე იქნება საუბარი. ეს ვიდეო რუსულ ენაზე ატვირთულია ამა წლის 24 მარტს. ინგლისურად ცოტა ადრე იქნება ატვირთული, რასაკვირველია. მოდით მოვუსმინოთ. ილიანა მოესალმება ტკევანს და ეკითხება როგორ გაქვთ საქმეები. ილიანა ამბობს, რომ მეო მომაკითხესო ვერცხლისფერი სამკუთხედი ხომალდითო, ეს სამკუთხედი ხომალდი დაეკიდაო ჩემ სახლის ზევითო, ხეების ზევით. ხო, დაპირობნება იქიდან, რომ მე მეუბნებაო, რომ არქტიკაში და ანტარქტიდაში ისეთი ამბები ხდებაო და მე მინდაო მოგიყვეთო. ილიანა ამბობს, რომ ეს იყო საინტერესო და მე გამოგიზავნეთო ის, რაც მე არონმა გამომიგზავნაო. თქვენ გადაგიგზავნეთო. არონმა მითხრაო, წაიკითხო სტატია დირიჟაბლებზე არქტიკაში. წაიკითხეთო იქ წერიაო ალმაზების მოპოვებაზე და თუ რას აკეთებენო ისინი. და კიდევ ის რომ იქ იყენებენო უსაფრნო უპილოტო საფრენ აპარატებსო. ხო, დირიჟაბლები დაფრენვენ ანტარქტიდაში. და მე როდესაც კითხულობდიო ამ სტატიას, მე ვნახე ერთ ფოტოზე, რომ ერთ-ერთ უპილოტო დირიჟაბლის აპარატიო იყო დაკიდებული კანადური დროშა. ტკევანი ეუბნება ილიანას, რომ მე მახსოვს თქვენ, რომ მანახედითო ამ ფოტოს, როდესაც დაუკავშირდითო არონს. უпроსტად, როდესაც არონმა თქვენ მოგცათო ეს ჩანიშნებები, რომ შემდეგო მოგიძებნათო ინფორმაცია. არონმა მითხრაო, ამ არონსო აქვსო სირისფერი წაბისფერი თმები, მარონმა მითხრაო, რომ ჩვენი ოჯახი გადმოსახლთაო კანადიდან ალაბამაში, ამერიკაში. და მე ეს მითხრაო ტელეპათიურად, თუ საიდან იყო მისი ოჯახი. მე ჩავედიო ამერიკაში, ეთყო მართლობს ეს ილიანა ამერიკაში. და ჩემი გამოდიბე ჩავატარეო, მინდოდაო, ჩემი თვალით მენახაო, თუ რას წარმოადგენდაო ალაბამა. რადგან ამერიკას კარგად არ ვიცნობდიო. ხო, და არონ იყო როგორ თქვა, ჩრდილო შოტლანდიიდან. და შოტლანდიაში არისო რაღაც კანადური სამეფო ოჯახის სამხედრო ბაზის მაგვარიო. სახაერო სამხედრო ბაზები და რაღაც აკადემიები. ის არონი, რომელმაც თქვენ მოგმართათო, ნახევრად კანადელიაო და ნახევრად ამერიკელი. ხო, არონმა მითხრაო, რომ მას აქვს რაღაც ინფორმაცია ანტარქტიდასთან დაკავშირებით და რომ იქ დაფრინავენ უპილოტო საფრენი აპარატები. იმისთვის, რომ ბაზაზე მიიტანოს საკვები. და არონმა მითხრაო, რომ დირიჟაბლები, რომლებიც დაფრინავენო ანტარქტიდაში, იმართებაო მათ ძილიდან. და სინამდვილეში ისინი დირიჟაბლები არ ყოფილა. არ არისო დირიჟაბლები. კი, დირიჟაბლებად მიაჩნიათ და ეს დირიჟაბლები, ესე იგი ეგრეთ წოდებული დირიჟაბლები აწვდიან ბაზებს ანტარქტიდაში მარაკს. ხო, და რა აზრი აქვსო, თუ არქტიკაში ხდებაო მოპოვება ალმაზების, რა აზრი აქვსო მარაგის მიტანა ანტარქტიდაში. ესე იგი პირდაპირ შეეძლო თუ არქტიკაში მიეტანათო მარაგი. და მან მითხრაო, მათ არქტიკაში ყავენო პატარა ზომის საფრენი მანქნები. ტკევანი ამბობს, ტკევანის სტუმარია ილიანასი, რომ მე მგონიო ეს დირიჟაბლები არისო მომავლის ტრანსპორტი. რისი გახსნა არისო დაგეგმილი 35 წლისთვისო. ხო, ისეთი წარმოდგენა შეგექნებაო, რომ ეს ყველაფერი არისო მომავლის პროტოტიპებიო, ესე იგი აწი უნდა მოხდესო მათი შექმნა.
ანტარქტიდაში ბევრი საინტერესო რამ ხდებაო, რადგან იქ არისო განლაგებული მრავალი ლაბორატორია, სადაც ისინი საქმე ანობენ ბევრი და დაკავებული არიან ბევრი გენეტიკული გამოკვლევებით და ეს ყველაფერი ხდება კანონის ჩარჩოს მიღმა. არტიკალში დღემდე ბევრი რამე ხდება და თითქოს იქ არის ორი პოლიუსი და ორივე პოლიუსიდან არის ცდომა დედამიწის შიდა სივრცეში. მე ვარაუდობ, რომ ეს შესასვლელი დედამიწის შიგ არისო განლაგებული არქტიკაში. ისინი ცდილობენ ნახონ ზოგი ცივილიზაცია, ძველი ცივილიზაციები, რომლებიც ცხოვრობენ მიწის შიგ. სინამდვილეში მე გეტყვით, რომ კი დედამიწას აქვს ორი შესასვლელი შიგნით. ერთი არქტიკის ეგრეთ წოდებული არქტიკის მხრიდან, მეორე მხრიდან, მაგრამ იცით რა, ჯერ გახსნილი არ არის თემა დედამიწის წყობაზე. ერთი ლაპარაკობენ, მეორე ლაპარაკობენ. კი, ჩვენი იაჩეკის წყობა გავს კვერცხის ფორმას. ესე იგი, კვერცხის ნახევარი ზევითა. ეგრეთ წოდებული ენერგეტიკული გუმბათი აქვს, მაგრამ ვედებს თუ მოусმინე, ჩვენ მთლიანად ესე იგი, როგორ გითხრათ, რომ კოსმოსი საერთოდ არ არის და ჩვენ ვართ გამოქვაბულში კედლების, ესე იგი, კვერცხის ნაჭუჭია გარედან, რომელიც შედგება 7 ფენიდან. მე თქვენ დაგვფრთით და შევასრულებ, მე თქვენ იმ ჩანაწერს, რომელიც მუნჯურად მხოლოდ წერია, იმ ჩანაწერს გამახმოვანებ და კი, იაჩეკებათა დედამიწა განლაგებული გეოიდია, მაგრამ თან მე მაქვს ორწუთიანი მოკლე ვიდეო, სადაც საბჭოთა კოსმონავტების მიერ 1969 წელს გადაღებული ვიდეოა. რა არის იცით? მაშინ არ იყო ობიექტივი თევზის თვალი. ობიექტივი თევზის თვალი ყველაფერს ამგვრალებს, ყველა ფორმებს. ხო, და დედამიწა იქ არა ნაჩვენები ამობრუცული. ხო, მე დაგიდეთ ის მოკლე ვიდეოა, დაგიდეთ მაგასაც, მაგრამ ახლა მინდა ეს თემა განვიხილოთ. ნუ ახლა ყველა მარიცის და ტყევანმა თქვა, მე არ ვარო დარწმუნებული იქ არიანო თუ არა ძველი მშენებლების ცივილიზაცია. არა და ნამდვილად არიან, რადგან ამას ამოწმებს პანდორა კი არის ხილველი. ნათელხილველი ხედავს ყველაფერს, ყველა პლანს ხედავს. პანდორა, ლეტალია, ალიონა ბერეგინი, გოგოები ხედავენ ყველა პლანს და ყველა ვინც მათ გუნდში არიან. ეს ოლგა ტანიდა ალვარესი, მეორე ოლგა, ასუნი ვლადიმირი და მთელი გუნდი, თუ ვინც მათ ყავთ იქა. ხო და ბევრი ხომ ეს ტყევანი არის უბრალოდ ინსაიდერი და რადგან მონაწილეობდა ამ პროგრამებში, სხვადასხვა პროგრამებში, ვინც მონაწილეობდა, ყველა არის საქმის ყურში. კორიგუდი ამბობდა, რომ დედამიწის შიგ ცხოვრობს ბევრი ცივილიზაცია, მათ შორის რეპტილოიდებიც. დიახ. მაგრამ რა მიიქცია ჩემი ყურადღებაო, ამბობს ტყევანი, როდესაც თქვენ დაიწყეთ საუბარი არონზე, ეს არონმა თქვა, რომ შესაძლებელია ისინი ეძებენო არქტიკაში ბროლის თავის ქალებს. დიახ, ბროლის თავის ქალები არ მახსოვს ზუსტად რამდენი უნდა იყოს, მაგრამ გონი 12 თუ 13, ზუსტად არ მახსოვს. ამთა ბროლის თავებზე აქვს დაწერილი ბორეებს. ეს იმ წიგნშია, რომელიც მე გადავთარგმნე და ავტვირთე ქართულად ვიდეოს ბიბის სახით. მაგრამ მომიტევეთ იქ ჩემი მოსმენა ბევრს უჭირს, რადგან თვალში მაკლია არეული მოხდელობა მაღალი შაქრის გამო და ჩემ წაკითხულსაც კი ვერ კითხულობდა. ამას რომელსაც მე თარგმნე პირდაპირ ვიდეოდან. დიახ, უსმენ და შემდეგ თქვენ გიყვებით ქართულად. და იქ ჯერ მე ხო დაბეწერა უნდა ის წიგნი, ხო ყველა გადამეთარგმნა რაღაც სიტყვები ჩვენთვის საკურველია. არა, რუსულად კი მესმის მე იქ რაც რუსულ მეცით ყველაფერი, მაგრამ ქართულად მარაგი არ მაქვს ის სიტყვების, საჭირო სიტყვების და ჭირდება ინტერნეტი, რომ შემდეგ გადავთარგმნოთ ნორმალურად და თქვენ
ნამდვილ მივიდეს რაც შეიძლება ზუსტი თარგმანი. ხო და იქ წერია ნანახია მგონი 6 თუ 7 თავის ქალა. და სანამ ჩვენ არ გავიზრდებით, ჩვენი ცნობიერება არ გაფართოვდება, ჩვენ არავინ გვანახეს მან ქალას. ხო და ალბათობით მეც ფიქრობ მაგას ეძებენ მაგ ბროლის თავის ქალებს და ეს ბროლის თავის ქალები რას წარმოადგენენ? ბარემ ამასაც გეტყვით. ესე იგი ეს თავის ბროლის თავის ქალები შექმნეს ატლანტებმა მანამ სანამ ატლანტიდა ჩაიძირებოდა და ატლანტები ნახევარსმეტი დაიღუპებოდა. და რატომ შექმნეს ჩვენთვის, რომ ჩვენამდე მოსულიყო მესიჯი. ამ ბროლის ქალას რომ შეხედავ თვალებში, შენ ნახავ დედამიწის მომავალს. რა მოხდება დედამიწაზე ახლა მომავალში. მაგრამ რადგან ჩვენი დედამიწა გადაიყვანენ სხვა დროის ხაზზე, მთლიანად სისტემა ჩვენ მზის სისტემას ვეკუთვნით, ესე იგი მარტო დედამიწა არ იქნება გადაყვანილი როგორც ყველერა მთელი სისტემა. რადგან ის ტრიალებს მზის გარშემო, ხო? ესე იგი მზის სისტემაში სხვა პლანეტებიც შედის. და არ ვიცი ალბათ მე ხა ჯერ თვითონ მეც არ ვარ წესედად გარკვეული, მეც ძიებაში ვარ, მაგრამ ზედაპირული წარმოდგენა მაინც მე მაქვს საშუალება გამოვიძიო, დრო მაქვს, ბავშვი არ მიჭყავის, დედამთილი არ ყავს, მამამთილი ქმარი არ ყავს, დაოჯახებული არა ვარ და მართ თავისუფალი. და ამ თავისუფლებას მე ვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი ცნობიერება გავაფართოვო. დიახ, ეს საჭიროა. თან რომ არ მიცე დიაბეტს საშუალება მეხსიერება დამაკარგვინოს, რადგან ზოგჯერ მაქვს ჩავარდნები. მავიწყდება ხოლმე. ხანახა ვითიჩები. და მე არ მეცარება ამის გაკეთება. ეს მე თვითონ მოვინდომე, არავის დაუვალები ეს ჩემთვის. ამიტომ მომიტევეთ თუ ვინმეს რამე არ მოგწონთ ან არ ჯერა, თქვენი საქმეა. თქვენი ნება თქვენას დაიჯერებთ, თუნდაც ეშმაკის ჯეროდეთ. თქვენი ნება, მაგრამ იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, თუ თქვენი გადაგმული ნაბიჯების გამო რა შედეგი მოყვება. არა, მე არავის ვემუქრები, მაგრამ ჩვენ თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, ჩვენ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ ამის გამო პასუხს მოგვითხოვება პასუხი. აუცილებლად. და თან ეს ყველაფერი არ მოხდება თქვენ სიხტირის შემდეგ, როდესაც ახალთავიდან განსახედებით, არა. ეს ყველაფერი უცებ მოხდება, ბუმერანგი, კარმის ბუმერანგი. თუმცა არ არსებობს ახლა კარმის ბორბალი და რეინკარნაცია გაუქმდა. სასარის ბორბალი მოხსნეს დედამიწას, მაგრამ კარმის ბუმერანგი დარჩა. ფერწმუნდეთ, თან ისე მაგრად თუ ის ბუმერანგი, ხო ვიცით რა ბუმერანგი, რომ ასე სამკუთხედ ხელსაწყოს გაუშვებ, მაგაზე მაგი ბუმერანგსა ფილმში რობინსონ კრუზო, იტალიური კინო, კომედიური კინო, ხომ გახსოვთ უფროს თაობას? ბუმერანგს რომ ისვრის და ბუმერანგი უკან უბრუნდება, ვერ დაიჭერს, გაქცევას ამას შეეშინდება და გაქცევა შეეცდება და პირდაპირ კეფაზე რომ მოხდება ბუმერანგი და წაიქცევა და გონებას დაკარგავს. ხომ გახსოვთ, ვისაც გაქვთ ნაყურები ეს კინო? უფროს თაობას გექნებათ ეს კინო ნაყურები. დიახ, მაგდაგავარი ეფექტი აქვს კარმის ბუმერანგს. და ილიანა ამბობს, რომ ისინი ვინც ეძებენო, არ ვიცი რას ეძებენო ალასკაში მეთქი, არქტიკაში ჰიდროლოკატორებს იყენებენო. ამ ჰიდროლოკატორებს იმისთვის იყენებენო, რომ მიწისქვეშა და წყლის ქვეშა ძველი ქალაქები აღმოაჩინონო. ხო, ილიანამაც დაამოწმა, რომ ეძებენ ბროლის თავის ქალებს. მაგრამ ახლა ამჟამად ამ პერიოდში არავინ მოაცემნინებს მაგათ ბროლის თავებს, ტყუილად წვალობენ, აგერ გეუბნებით მე. ყველა ბროლის თავს ნახავენ მაშინ, როდესაც ამისთვის ადამიანები იქნებიან მზად და დაიმსახურებენ ამას. კიდევ რამე ბროლის თავებზე გითხრათ, ბროლის თავის ქალებზე, რომ შეხედავთ თვალების ხვრიდან, თქვენ ვიდეოსავით
პირს უყურებდე, ისე უყურებდეთ, იქნება იქ მოქმედებას. თუ როგორც კინოს. დიახ, ილიანა მართალია, ილიანა ამბობს, რომ ეს ბროლის თავის ქალებიო წარმოადგენენ კომპიუტერულ სისტემას, კომპიუტერულ ხელსაწყოსო. დიახ, თითქოს კომპიუტერი იყოს, მაგრამ ამ ატლანტებმა არ ვიცი ეს თავის ქალები როგორ გააკეთეს, მაგრამ მართლაც თითქოს კომპიუტერი ჩაგირთავს შენ საჭირო ვიდეოს, კიდეც კითხვებზეც პასუხობს, შეკითხვას რო დაუსვამ, კითხვებზე პასუხობს, როგორც ხელოვნური ინტელექტი. დიახ. და ალბათ ახლა ყველა დაინტერესდებით იმ ბორევის წიგნით, რომელიც მე გადავთარგმნე და დავდე ჩემ არხზე. ამ ბროლის თავის ქალებზე ნახსენებია, მე მგონია, შუა წიგნში. არის სპეციალური თავი. დიახ, იქ აწერია სპეციალური თავი. თუ არა და თუ რუსული იცით, მოძებნეთ ბორევის წიგნი. წიგნს რუსულად ქვია, ვინც რუსული იცით. წიგნს რუსულად ქვია ისტორია гуманоидных цивилизаций Земли. ხო და ქართულად მე თარგმნი ასე. მიწიერი ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორია. და რუსულად პირიქითა ისტორია ჰუმანოიდных ცივილიზаций Земли. ხო, ბორის კიდე სხვა წიგნებიც აქვს დაწერილი, იმის გადათარგმნასაც ვაპირებ, მაგრამ ახლა ვთარგმნი რა ქვია იმ ხალხს. დამავიწყდა. ასეთი ჩავარდნები მაქვს. ბლავატსკაია. ელენა პეტროვნას ნაშრომს საიდუმლო დოქტრინას ვთარგმნე. ხო, მე ახლა მაქვს გადმოკაჩული 3 ტომეული მისი. ხო, არის კიდევ გონი 5 თუ კიდევ 3 ტომეულია თუ არ ვცდები, მეტი თუ არა. ხო. მე როგორც თქვი წინა ვიდეოში, მე მინდოდა რა ქვია იმ ხალხს. აი და კარგი, დავანებოთ მაგას. და ზუსტად ეხლა როგორც მიხდით ამ ვიდეოში საუბარი წავა ბროლის თავის ქალებზე. ხო, თითქოს ეძებენ ქალაქებსო, ელენა ამბობს, მაგრამ სინამდვილეში ამ გიდრო ლოკატორის ხელსაწყოთი ისინი ეძებენ ამ ბროლის თავის ქალებს. მაგრამ არ ვერ ხვდებიან, რომ არავინ მოაძებნინებს მაგ ბროლის ქალებს, სანამ დრო ამოვა ამისთვის. თქვენ რა გონიათ? კითხვაზე პასუხი ჩვენ წინდენა, მაგრამ ჩვენ მაგას ვერ არ შეგვამჩნევიებენ. არ მოგცემ საშუალებას შევამჩნიოთ. როდესაც ადამიანს ყაჩაღებისგან უნდა რამე თავისი ძილბასინიფთი დამალოს, სად ინახავს მაგას? ისე დადგილას ცხვირის წინ. ესე იგი, ვინც ეძებს დაუშვათ მაგ ნივთს, იგი ვერ დახავს მაგას. ყველგან შეიძლება მოიწიოს, გადაატრალოს ყველაფერი, მაგრამ ვერ ხდება, რომ ცხვირის წინაა ის ნივთი, მის ცხვირის წინ. ასეთნაირად წყვილა დროს კარგავენ ესენი, ვინც ეძებენ ამ ბროლის თავის ქალებს. არ მოაძებნიებენ. ტყივანი ამბობს, რომ ჩვენ საერთოდ ნივთებს უყურეთ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. კი იცით, არსებობს ორი სამყარო, აღმოსავლური და დასავლური. მაგრამ ეს მიხედვითო, მათ ყურადღება აქვენო დაკონცენტრირებული ჰუმანიზმზე, არჩევნების ადგილებზე, სადაც ტარდება არჩევნები, და კონცენტრაცია აქვენ მათი მიყრდნობილი მიკროფონზე, როგორც უფრო დაბალ დონეზე. თითქოს ყველაფერი გაიჭედა შუაში, მაგრამ ჩვენ გვყავს მზის დაცვა, რომლებიც არიან ჩრდილოვან ნახევარსფეროში. შემდეგ მეოთხე გარღვევა სამხრეთ ნახევარსფეროში.
პოლიციებზე. მეც მომიჩნდა საინტერესო. ილიანა ამბობს, რომ კიო, შეიძლება მასე იყოსო. მე ბევრი რამე არ ვიცი არქტიკაზე. შეიძლება არსებობსო, ამბობს ილიანა, რამდენიმე მეთოდი ამ ესე იგი როგორ თქვა ქართულად პალესტინის კაპაემე ну შახტებს თხრიან რაღაც ნივთიერებების მოსაპოვებლად. ეგრე ხდებოდესო ეს რაღაც ნივთიერებების მოპოვება. არონა თქვა, რომ არქტიკაში არისო ძალიან ალმასები, რომლებსაც ხო ისეთი ალმასებია არქტიკაში, რომლებსაც ყველგან ვერ მოიპოვებო. ხო იშვიათი ბრილიანტების ნაირსახეობა არისო არქტიკაში. ილიანა ამბობს, რომ მე ამ თემამ ძალიან დამაინტერესაო. დებირსი ერთადერთი უზარმაზარი კორპორაცია ალმასების მოპოვებაში არქტიკაში. მე ამაზე ინფორმაცია მოვიპოვე და გავემგზავრე იქ და ჩავატარე ჩემი გამოკვლევაო, ამბობს ილიანა. და კიდევ მე შევიხედე კომპანიის ვებსაიტზე Lockheed Martin-ი, იქ არის მათი დირიჟაბლების ფოტოები. სინამდვილეში ამ დირიჟაბლებს ისინი იყენებენ ტურისტული მოგზაურობებისთვის და ალმასების მოსაპოვებლად. ამიტომ ისინი იყენებენ გელის მათ საკვებად. ასე რომ ისინი არ უკეთებენ რეკლამას, მათ თითქოს ისინი როგორც არ უკეთებენ რეკლამას, როგორც უპილოტო საფრენ აპარატებს, ისინი უკეთებენ რეკლამას ამ დირიჟაბლებს, როგორც ჰიბრიდული დირიჟაბლები. რაზეც ლაპარაკობდა არონი, ის ყველაფერი იყო უპილოტო საფრენი აპარატები. ანუ ჰიბრიდული დირიჟაბლები. ტყევანი ამბობს, ტყევან ტრიბლელი, ისი ილიანას სტუმარი. ესე იგი გამოდის, რომ ეს დირიჟაბლები არის ავტორიზებული ვიღაცა მართავს შორიდან. თუ მათ აყავთ გუნდი, ილიანა პასუხობს, ისიც არისო და ისიც. ჰიბრიდული დირიჟაბლები საკვებად იყენებენ გელიუმს. ტყევანი ეკითხება ილიანას, მაგში იმ შემდეგ არონი თქვენ არონს თქვენთან არ ქონდაო კავშირი? არაო, პასუხობს ილიანა და ტყევანი ეკითხება, არც ტელეპათიური კონტაქტი ქონდაო თქვენთან? ილიანა მოპასუხა, არაო. მე SSP-ს თანამშრომელს ვუთხარი, რომ არ მინდაო მათი გუნდისებრი ვიყო. ამბობს ილიანა. ილიანა ამბობს, რომ მე არ მინდაო დაბრუნდე მარზე, არ მინდაო დაბრუნდე მთვარის ბაზებზე, როგორც მე ვიქცეოდი 60 წლის უკანო. ტყევანი ამბობს, რომ მე ერთხელ დამიგესო მახე, დამიჭირესო, შემდეგ კითხავდნენო, ჩემი ტვინი იყო არეული, თითქოს ნისში ვიმყოფებოდი, რაღაცას ვამბობდიო და მე არ ვიყავი დარწმუნებული თუ იმაში თუ რას ვამბობდიო. ბოლო რაც მახსოვს, რაც მე თქვი, ეს იყო თქვენ ქვიათ ელენა კაპოლნიკი. შემდეგ თავარმა გმირმა გაიღიმა და შემდეგ მე გამომეღვიძაო და მაგათმა მე გამიშვესო. ეს იყო მიახლოებით 1 კვირის უკან და გუშინ საღამოს ეს რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოხდა ერთი რამ. გამიორდა იგივე. თითქოს მე ვიმყოფები თითქოს დანისულ ოთახში. დავხედავ იგივე ხალხს, მე მგონია რომ ისინი იყვნენ 3, 2 კაცი იდგა ჩემი მხედველობის პერიფერიაზე, მაგრამ თავარი ბიჭი, თავარი ვინც იყო ასაკით უფროსი, იქნებოდა 45 წლის, ძალიან მაღალი, სუსტი, მას ჰქონდა ღიაფრის თმა და ესე იგი გვერდებში საფეთქების ადგილასო იყო მოჭარღავებულიო. ყველა უცხო პლანეტელიო, ვინც საქმიანობსო დედამიწის პლანზე, დედამიწის დონეზე, ამბობს ტყევან ტრიმელი არიანო ნეგატიურებიო და სხვა კონტაქტორების თქმით, ნეგატიური უცხო პლანეტელები ყველა მოცილდა დედამიწას. კი ახლა რაღაც პროცენტები დარჩა, რა თქმა უნდა, მას ხმას და ბევრი ცხოვრობს მიწის ქვეშ. არიან უბინადრეები, ჩვენსავით დედამიწის. ახლა მობინადრეებს ხო ვერ გაყრია? მიწიერი პლანი ნიშნავს მესამე მეოთხე დონეს. და მეოთხე დონე ნიშნავსო, რომ თქვენ სრულიად
ფლობთო ტელეპათიას და წერთო თქვენ ვიბრაციებს. ხო, და თქვენ მისწრაფითო მეხუთე დონისკენ, მეხუთე განზომილებისკენ. თქვენ ხართ მეხუთე ესე იგი გზაზე მეხუთე დონისკენ. და მეოთხე სივრცე არის ასე ვთქვათ დერეფანი. და მაგალითად ერთ-ერთი კონტაქტორი იური ფრიდრი ამბობს, რომ მეოთხე განზომილება ეს არის დრო. ჩვენ კი დაუშვათ ვართ სამ განზომილებიან სივრცეში, მაგრამ დროს არ თვლითო, დრო მეოთხე განზომილება არისო დრო, ეს დრო არისო ყველგან. და ბევრი კონტაქტორი ამბობს, რომ მეოთხე განზომილება ახლა ამ კაცმა კიდევ თქვა, რომ მეოთხე განზომილება ეს არის დერეფანი. მეხუთე დონისკენ მიმავალი. და ზოგი კონტაქტორი ამბობს, რომ მეოთხე განზომილება არისო დრო. ჩვენ ისედაც ვართო, ჩვენ ყოველთვის გვარტყიაო გარშემო მეოთხე განზომილება, რადგან ეს არისო დრო. ხო, პრინციპში მართალია, მეხუთე განზომილებაში დრო იქნება სხვანაირი, როგორც სივრცე იქნება სხვა. შეიძლება ეგრეც გაიფიქროს ადამიანმა. არც ერთი იტყვება და არც მეორე. რომ ახლა ანალიზ გაუკეთო, მათ ნათქვამს ანალიზ გაუკეთო, არც ერთი იტყვება და არც მეორე. ხო და ახლა ტყევანი ამბობს, რომ მეოთხე განზომილების არსება ისეთივეა, როგორც ჩვენო. და თუ რამე მოფრინდება ჩვენთან საფრენ ხომალდზე, რადგან მას აქვს სხეული. ხო, თუ მას აქვს ფიზიკური სხეული, ის აგრძელებს ცხოვრებას გადარჩენის დინამიკის ჩარჩოში. გადარჩენის დინამიკის გადარჩენის ჩარჩოში. და ხო, ნუ ეს ეხება იმათ, ვისაც გააჩნია სხეული, მაგრამ მე მინდა დავამატო, რომ ის უცხოპლანეტელები, რომლებიც მოფრინავენ მომავლიდან, მაღალი განზომილებებიდან, იქ ხომ სხეული არაა, რიცხვანელი სხეულებია, მაგალითად პლეიადებიდან. პლეიადელები რომ მოხვდნენ ჩვენ დედამიწაზე, ისინი იძულებული არიან ენერგიები დაწიონ და შეიძინონ ფიზიკური სხეული. ხო, ისინი არ ჭამენ სინამდვილეში საკვებს, არ იღებენ, ენერგიით იკვებებიან, მაგრამ ისინი როდესაც მოდიან დედამიწაზე და სხეულს ჩვენარ სხეულს ასე ვთქვათ იძენენ, რომ აქ იარსებონ ჩვენ გვერდით, ჩვენში ზოგჯერ აგზავნიან იმისთვის რომ შეასრულონ დამკვირვებელთან როლი, იყვნენ დამკვირვებლები და აკვირდებოდნენ კაცობრიობას და ისინი, როდესაც ფიზიკურ სხეულებს იძენენ, ზოგი არ ჭამს საკვებს, მაგრამ ზოგს უნდა საკვები. ზოგს სულაჭირდება ძილი, მაგრამ იძინებენ რომ ხალხი არ დაეჭვონ. ამიტომ ამბობ, კი, რასაკვირველია, არიან იქნებიან კიდევ, შემოიხედავენ ხოლმე ჩვენთან სტუმრად, იგივე ყველა ხომ არა წასული ჩუმჩუმად ალბათ აკეთებდნენ იქნება თავის საქმეებს. რა თუნდა ამას ზედმეტი ლაპარაკი. ხო და არიან ისეთი არსებებიო, ახლა ამჟამად ამბობენ, რომ ისინი მოაცილესო დედამიწას ეს ნეგატიური არსებები, მაგრამ ვიღაც მაინც დარჩებოდა და მათ ამ არსებებს კი აქვენა განვითარებული ტექნოლოგიები, მაგრამ სულიერად ისინი იმყოფებიანო ისევ იმ დონეზეო, როგორც ადამიანებიო. ხო, ტყევანი ამბობს, რომ მე გულისხმობ, რომ ის არსებები, რომლებიც მესამე, მეოთხე დონეზე არიანო, ჩვენთან მოდიანო, რადგან აქვენო თავისი საქმეები, რაღაც აქვენო გასაკეთებელი ან თავისთვის რაღაც ამოცანები აქვენო წაყენებული და ეს ამოცანები უნდა შეასრულონო. ისინი მოდიან გასაიდუმლოებული ნიღბის ქვეშ და ის რაც იმალება გასაიდუმლოებული ნიღბის ქვეშ, რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული თუ რამეს არ აშავებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ რაღაც დონის ეტაპზე უნდა დამალონ თავისი საქმიანობა. რადგან იციან თუ ხალხმა გაიგო ის თუ რა საქმიანობენ ისინი, შეიძლება ხალხმა არ დაეთანხმონ მაგათ.
ეს იქნებოდა სამარცხვინო, მაგალითად, პლეადელები დედამიწაზე არიან დაკავებული ნივთიერებების მოპოვებით. რადგან მათ პლანეტაზე ამ ნივთიერების მოპოვება ხდება ძვირი ძალიან. და რადგან დედამიწაზე ამ ნივთიერებებს არავინ არ იყენებს, გადაწყვიტეს დედამიწიდან წაიღონ, ხო, ხშირად ეგენი გაავსებენ თავის ხომალდებს და მიაქვენ დედამიწიდან თავის პლეადებზე. ეს ნივთიერებები რას მოიპოვება შახტებში. ყველაფერი მიაქვენ. თურმე ჩვენ ეს არ ჭირდება, მაინც ალხმარობთ. ხო? პლეადები თითქოს გვეხმარებიან, მაგრამ აქეთ ბევრ ადგილასა დედამიწა ამოთხრილი მიწები, ჩავარდნილი მიწები, ტუნელების გავსად, ხო? ეს არის მათი ნამოქმედარი. იგინი ტოვებენ, არა ხა ადამიანებს არ ანახებენ, მაგრამ ის ყველაფერი იგინი ბრუნდებიან წარსულში, სადაც ნაკლები ხალხია და ხომ რჩება მრის ფუღურები მიწა ხო ვარდება? ხო, ძალიან გასაკვირია, ხო, ბევრი ვერ ხსნის თუ რატომ ვარდება მიწა. ალაგ-ალაგ. ხო, ილიანა ამბობს, ისინი მათო თან ვიყავთო ბავშვებიცო. ხო, ჩვენ ვიყავითო მარსზე და მე სულ დაცვა დამყვებოდაო. ამბობს ტკევან ტრიმპელი. ილიანა ამბობს, რომ პროგრამებში ხშირად იყენებენ ქალებს, ასწავლიან მათ, როგორ უნდა მოიქცნენ მამაკაცებს ისე, რომ ტკივილი მიაყენონ და ამ ქალებს ქვიათ ასასინები. ზოგჯერ ამ ქალებს შეუძლიათ მიზნის განადგურება, ზოგჯერ მიზანი გამოყავთ მუშა მდგომარეობიდან, როდესაც ამოიღებენ მისგან ინფორმაციას, მამაკაცისგან ესე იგი. მათ შეუძლიათ ცემონ კაცები. ამ ქალებს გამოურეცხეს ტვინი, რომ აიძულონ გააკეთონ ის, რაც მათ სჭირდებათ. და ამ ქალებს შეუძლიათ მისი შესრულება დედამიწაზეც და დედამიწის მიღმაც. და მათ ვერავინ შეამჩნევს. ისინი შევლიან შენობაში წყნარად, თავის საქმეს გააკეთებენ და შეუჩინებლად გამოვლიან გარეთ. იგიანა ამბობს, რომ ვერც შეამჩნევსო ვერავინ, რომ დანაშაული ჩაიდინა ქალმა. ხო, იმ ბევრ შემთხვევაშიო ამბობს ტკევანი ტრიმელი, მკვლელობები ხდებაო ან მოწამვლით, ან ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით. მაგალითად, ახალგაზრდა კაცს პოულობენ სასტუმროს ნომერში კვტარს და გონიათ, რომ მან თავი მოიკლა. ან დალია იმდენი რომ მოკვდა. ან ნარკოტიკი მიიღო ზედმეტი გადაჭარბებული დოზით. ან მოიწამლა, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? მან გატარა ღამე ერთ-ერთი ასეთი კვლევ ქალთან, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ეს ახალგაზრდა კაცი. და ერთ-ერთი თავისებურებები ამ მკვლელი ქალების არისო, ისინი გრძნობენო ხშირად დომინანტებად თავის ასე იგი დომინირებენ კაცებზე. ხო, და ამ ქალებს შთააგონებენო, რომ ის არისო დომინირებადი. იმისთვის, რომ აიძულონო ეს საქმე გააკეთებიონო. ამ ქალებს არ გრძნობიებენო, თითქოს ისინი არიანო ყველაზე უკეთესები, კაცებზე მაღლად განარიანო, საერთოდ ყველაზე მაღლად განარიანო თავის საქმეში. და ქალს ისე ამუშავებენო, მათ არ უნდათ რომ ქალმა სხვებლად იგრძნოსო თავი და ისინი ურეცხავენო ტვინს ასეთ მკვლელ ქალს, რომ ისინი არიანო ყველაზე მთავარები და მაღალდონე სპეციალისტები. მკვლელმა ქალმა რომ იგრძნოს თავი სხვებლად და მიხვდეს, რომ მას იყენებენ, ის არ მოინდომებს ამ საქმის გაკეთებას. ის არ მოინდომებს, რომ მას არ მოეწონება, რომ მას იყენებენ, არ მოსწონდეს იქნება და ის ვარს ამბობდეს იქნება ამ საქმეზე. და ასეთ მკვლელ ქალებს უქმნიან ილუზიას, რომ ეს მკვლელი ქალები ყველაფერს აკონტროლებენ. დიახ, თამაში ყვებიან მაგათ. ტკევანი ტრიმელი ამბობს, რომ უმრავლესობა იმ ხალხისგან, ვით მონაწილეობდაო საიუნო კოსმოსურ პროგრამებშიო, ამ 100 წლეულებში კი
მარტო კი არ მონაწილეობდაო, მონაწილეობდნენო ყოველ განსახიერებაში. ესე იგი თუ ადამიანი მოხდებოდა, მას ხომ გეუბნებოდ მე, რომ ასტრალურ დონეზე იყო ადრე დაგებული მახეები, რომ სულები, როდესაც გადაიცვლებოდა სხეული, ავატარი, სულები ისე მახე შებეოდნენ და ამ სულს უნდა არ უნდა მათნების წინააღმდეგ ისევ ტყეზე უშვებდნენ, ისევ თავიდან აიძულებდნენ განსახიერებას და ამას გულისხმობს ტყევანი ტრიმელი. ყოველ განსახიერებაზე იყენებდნენ ამ პიროვნებას, ამ სულს უკვე ახალ სხეულში საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისთვის. ხომ გესმით ჩემი? მაგალითად მე გადავიცვალე, ხო? ახლა ასეთი არ კეთდება, რადგან მახეები და ის დანადგარები, რომლებიც იჭერდნენ სულებს. ჩვენ გეგონა რომ სულს უშვებდით ცაში, ხო? ღმერთთან, ასე ვთქვათ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვინც კი გარდაიცვალა, ჩვენი ახლობლების სულები, ბავშვების, ახალგაზრდების, მე არ ვიცი ახლა ისინი მონაწილეობდნენ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში თუ არა, მაგრამ ვინც მონაწილეობდა მათი სულები გადაიჭირეს მახებში, რომლებიც იყო დაგებული ადრე და თავიდან მოიყვანეს ან დედამიწაზე, თავიდან მისცენ მათ თავიდან გაანაწილენ ახალ ავატარებში, ახალ სხეულებში და პენიბრელის ჰყავს ნათქვამი. მას უთხრეს, ჩვენ შენს სიკვდილის უფლებას არ მოგცემთო. და როდესაც შენი სხეული დაზიანდებაო და შენ დატოვა მოგიწევსო შენი სხეულის, შენ სულს ჩვენ ჩავიგდებთო ხელში. ასე უთხრეს პენიბრელის, ჩვენ შენ სიკვდილის უფლებას არ მოგცემთო. არ გაგან თავის უფლებთო, არცად გაგიჩვევთო. ხომ გესმით? რადგან ბევრი უცხოპლანეტელები ცხოვრობენო 1000 წელი და 1000 წელზე მეტი. თუ თქვენ ცხოვრობთ 50 წელი, 70, 80 ან 100 წელი, ჩვენი ცხოვრების ხანძრივობა ისეთი მოკლეა, რომ მათ თვალსაზრისით ჩვენ ჩნდებით ისევ და მათ არ იციან თუ ჩვენ როგორ გვადევნონ თვალი. მათ იციან თქვენი სიხშირეები, მათ იციან თქვენი ვერსაც გაიქცევით. მაგათმა იციან თქვენი წარსული ცხოვრებები და მომავალი განსახიერებები, ეს თქვენზე მაგათმა ყველაფერი იციან და ისინი ისევ და ისევ თქვენ გიყენებდნენ იქნება და ისევ თქვენ ხვდებით ამ მარყუთში. ილიანა ამბობს, რომ არსებობს დროის კორპორაცია, საიდუმლო საზოგადოება, რომლებაც იციან თუ როგორ არის მოწყობილი დროში მოგზაურობები. და აქვენ მანქნები ამ მოგზაურობის ჩასატარებლად შუა საუკუნეებიდან დაწყებული. დიახ, შუა საუკუნეებიდან აქვენ მათის ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევა საშუალებას დროის მაგნით იმოგზაურო. და ეს მართლა იხსნება კრედო-მკვლელში, ამბობს ილიანა, ეს ასეთი კინოა, კრედო-მკვლელი, სადაც თავარ გმირს ჰქონდა მოყვება გვარელობის ხაზით, ეს კრედო-მკვლელობა და ამბის ეს ბიჭი ჩაიგდეს ხელში ერთ-ერთმა ასეთ საზოგადოებამ, საიდუმლო საზოგადოებამ, ის მოათავსეს მანქანაში, სადაც შეისწავლეს მაგის ყოველი უჯრედული მოგონებები, მის წინაპრებზე მიიღენ ინფორმაცია, ისინი აკეთებდნენ ამას, რომ მოეძებნათ ის ძველი უძველესი რელიგია, რომლის დახმარებით შეიძლებოდა გარის სამყაროს შეცვლა, რომელსაც შეეძლო მიეცა მისთვის ნებისმიერი ფორმა, როგორცაც მოისურვებდნენ და ეს ბიჭუნა მუდამ იმყოფებოდა ამ მანქანაში. ისინი სწავლობდნენ მის მოგონებებს, მის წინაპრების მოგონებებს სწავლობდნენ და ისინი ცდილობდნენ მოეძებნათ ეს რელიგია საფრანგეთში, ისპანეთში. ეს საზოგადოება არის როგორც კატარები საფრანგეთში და ილიანა ამბობს, რომ ეს დროის კორპორაციები დიდი ხანია არსებობენ. მათ აქვთ საშუალება შეცვალონ დრო, გაახანძრიონ თქვენი სიცოცხლე, მოგიღონ ბოლო, დაგაბრუნონ უკან დროში, გადაგიყვანონ მოდმა ვალში, ან შეცვალონ თქვენი დღევანდელი ამწყო. და ისინი გთავაზობენ მასხალულ კარიბჭეებს მოგზაურობისთვის, დროში მოგზაურობისთვის, კვანტური ნახტომის მეშვეობით, ან თავაზობენ სხვა მანქნებს ამ საქმისთვის, კოსმოსური პროგრამების დახმარებით, საიდუმლო კოსმოსური ტექნოლოგიების დახმარებით.
ასე რომ ეს მხოლოდ 4 ფრაქცია არა კოსმოსური პროგრამებისა. ტრემპ კორპორი არის ასეთი კორპორაცია, სადაც თქვენ მონაწილეობთ პროგრამაში კვანტური ნახტომი და შემდგომში ასრულებთ 60 გადაფრენას იქე და აქე. ამგვარად თქვენ საბოლოოდ თქვენი ცხოვრება გადის ამგვარ მოძრაობაში 60 წლის განმავლობაში. და თქვენ მიახლოებით ხართ, რომ შემოხედოს ადამიანმა 32-34 წლის, თქვენ არ გეტყობათ, რომ ხართ 60 წლის, მაგრამ ქრონოლოგიურად თქვენ თავს გრძნობთ, როგორც 92 წლის ადამიანი. და შენ გაქვს პრობლემები ჯანმრთელობასთან. ახლა მე რაღაცას გეტყვი და გამებრასდებით, შეიძლება ვინმე გაიფიქროს, არა, რატო ადარებო შენ თავს. მე ვარ გავხდი მარტში 54 წლის. და მე მაქვს ასეთი შეგრძნება, რომ თითქოს მე 54 წლის ქალის სხეული კი არ მაქვს, არამედ მაქვს სადღაც 70-80 წლის ქალის სხეული. დიახ, თითქოს ჩემი კი გარეგნულად მე გამოვიყურები, უფრო ახალგაზრდად ვიდრე ვარ ბევრი მეუბნება, შენო არ გეტყობაო შენი ხანი. ვარ 54-ის, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ შენ შეიძლება მოგცეს ადამიანმა 40 წლამდე. ხო, იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებიო. მithudes მეცო შეიძლება მე ახლა მეკლები ამას. და სინამდვილეში შინაგანად ისე მაქვს მე ხერხემალი განადგურებული, ალბათ მე არ მახსოვს, მაგრამ ალბათ მე არ ვიცი, ისეთი შეგრძნება, რომ მე მთელი ცხოვრება ძიმე სამუშაოს ვატარებდი. არა გამორიცხული. მე ხა თქვენ რომ გავიარო, რომ შემოვხედოთ, არ იტყვით რომ მე, მაგრამ მე ხო ვიცი, რომ ხანდახან შუაგზაზე რომ დამატყრებიებს კილს ხერხემალი, იმიტომ რომ ყველგან პრობლემები მაქვს, ყველგან. და მე უბრალოდ ჯოხს, იმიტომ ვეყნობი, რომ ვიჭედები და მიჭირს კი ბევრზე ასლა ჩამოსვლა. მე სიარულით შემეცვალა. წარმოგიდგენიათ? თავისუფლად ფეხის გადადგმის მეშინია. რომ არ დამიჭიმოს რამე და ადგილზე არ გამჭედოს, ან არ მაკილოს. მე თავს ვგრძნობ, როგორც 70-80 წლის ქალი, თუმცა მე ვარ ხნეთ, არ ვაძლევ ჩემ ავადმყოფობას საშუალებას, მე დამაგდო სულიერად. ესაა. მე ვარ სულ პოზიტიურ ნოტაზე. ვცდილობ, რასაკვირველია, ვიყო პოზიტიურ ნოტაზე. ეს არის ერთადერთი ჩემი წამალი. ვიყო პოზიტიურ ნოტაზე. რომ არ დავეცე. თუ სულიერად დავეცი, მე ვერავინ მიშველის. დიახ, მე ახლა მე იცით მოხარული ვარ, რომ ჩემ მაგალითზე ყვები ყველაფერს. მე არ საშუალს არ ვარ წასაცვლე. არა გამორიცხული. ხომ გითხარით, მე მახსოვს. და გითხარით, რომ ეს იყო რუსული ტეკები. ახლა მოგონებები, მე კი მაქვს რაღაც ხილვები, მაგრამ ახლა მოგონებებმა იფეთქაო, ამას ვერ გეტყვით. იმიტომ რომ მე ჯერ ვერ თოკავ, ბოლომდე ვერ ვაკონტროლებ ჩემ ემოციებს, იმიტომ რომ მე კიდე ბევრი რამ მაქვს დასამუშავებელი გულთან. იმიტომ რომ რთულია, როდესაც შენ გახიზიანებენ და შენ იძულებული ხარ მაგალითად დარჩი იმ ადგილას, სადაც ხარ, რადგან ვერ შეიცვლი გარემოს. რომ შეიცვალო რა, ყველგან შეიძლება გადაეკიდო ისეთ სიტუაციას და გარემოს, რომ ყველასა ხო ვერ იომებ, ვერა. ცოტა შენი თავი შენ თვითონაც უნდა შეინახო. თან წარმოგიდგენიათ, მე ნამდვილად არ ვიყავი გათხოვილი არც ურთიერთობები, არც განზე და მირბენია. მამაკაც ჩემს ტუჩებში არ აქვს არასდროს ნაკვეთს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ თუ მე ქალიშვილი ვარ, რატომ არ გავთხოვდი? არიან ჩაბერებული თავის, ეს არის პროგრამა და ბევრი ცხოვრობს ამ პროგრამით. არა აქვს საქმე, უსაქმურია და აინტერესებს შეხარ თუ არა მაფატიეთ ქალიშვილი, ან რატო არ გათხოვდა თუ ქალიშვილია, ხო? მაგალითად,
ამას წინა 11 წლის უკან მე ჯოხი დავდივარ, გაჭირებული ვარ და ვითომ მირიგებენ ვიღაცას საქმროდ. საქმროდ ცოლად კი არ უნდა იმ კაცს. კაცი ცოლის მოყვანას რომ დააპირეს, ჩემნაირ ინვალიდს კი არ მოიყვანს. უბრალოდ უნდა და გაუთხოვარი ქალი. კი იცით, ახლა ქალი თუ გულაობს, როგორც კაცი მოგულავე, საშიშია, ხო? რომ რამე არ აკიდოს კაცს. ამიტომ ყველა იდევს პატიოსან ქალს. თუ ხელუხლებელია მით უკეთესი მისთვის, მაგრამ ქალს თუ უნდა ის მოგულავე კაცი. ქალს თუ უნდა ის კაცი, მაგასაც არ იკითხებიან და წარმოგიდგენიათ, მე ძრის მოვიცლი ის ქალი ძრის ჩავაკმენდიენა მაგ ქალს. ვაწყდნენ კიდეც. რატო ამას ვამბობ მე? შენ ვიცხოვრე შენი ცხოვრებით, ხო? ვარ თუ არ ვარ მე ქალიშვილი, დაუშვა და რატო არ ვარ გათხოვილი და რატო დავჭი ასე? რატომ იძიებ შეუჯახარ შენებულო? შენ პრობლემები, შენ დალაგებული გააქვს ცხოვრება? რომ ცდილობ ჩემი ცხოვრება გაარკვიო, რომ ცდილობ გაარკვიო ვარ თუ არა მე ქალიშვილი. ყველას ხوار უნდა ეგ დასაწვავი. მე არ მაინტერესებს, მithundes ახლა მე ეს ამბავი ნახდათ არ მაინტერესებს. და მადლისა არ ყოფილვარ გათხოვილი. აწი მე რაში მჭირდება იცით, ჰორმონალური ფონი ყოველწელს იცვლება ასაკთან ერთად. და ეს არ არის იმაზე დამოკიდებული, შენ ხარ გათხოვილი თუ არა ხარ, შენ ხარ გაქვს რაღაც კავშირები, მაგალითად შენ პარტნიორი ყავს თუ არ ყავს. არა. ეს ჰორმონალური ცვლილებები ხდება ფიზიკური სხეულის დონეზე, მაგრამ ჩვენ ხო სულები ვართ. ჩვენ ვმართავთ ჩვენ სხეულს. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი კი სული და ავატარი არის ერთი გუნდი. არის ჩამოყალიბებული არსება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც შედგება სულისაგან და სხეულისაგან, რომლებიც დაკავშირებულია ვერცხლი ძაფებით. ჩვენ ვართ ერთმანეთისგან დამოკიდებული, მაგრამ ადამიანში ახლა ვისაც სული აქვს განვითარებული, იმას შეუძლია თავისუფლად გააკონტროლოს ფიზიკური მოთხოვნილებები. არ დაიჯეროთ. ის, არ ვიცი ახლა მოდაშია მიღებული პარტნიორის ხოლა, მაგრამ დამიჯერეთ მე. ეს არის ცრუ აგიტაცია, რომ ჯანმრთელობის ის კარგია, რომ ყოველდღე უნდა ხდებოდეს ეს ამბავი. არ მწონია მე ამაზე საუბარი, თუნდაც არ ვიყავი გათხოვილი, ხო? მაგრამ არც უთეთება მქონია. ამას მართალი თქვა იმ კაცმა, 20% ადამიანების არსებობს, რომლებშიც არის სადაც სული და სხეულია ერთად. სული, აქვთ ისეთი სხეულები, მაგრამ არიან ისეთი სხეულები, რომლებიც ცხოვრობენ ფიზიკური მოთხოვნილებებით. ცხოველსაც კი არ გავარიან ასეთი ადამიანები. ცხოველი წელიწადში ერთხელ აკეთებს ამ საქმეს, რომ ბავშვი თავისი შთამომავლობა გამრავლდეს. ხო და კაცი რას აკეთებს? გაპატიურებები, ქალების, გოგონების სმა, ნარკოტიკები, ქალების ყიდვა, გაყიდვა, ბავშვების პედოფილია გაცელებული, ხო? და თქვენ მიგაჩნიათ თქვენი თავი ადამიანებად? თქვენ ვინც ამას აკეთებთ? რამდენი არის ნათესავის მიერ გაფუჭებული გოგონა? რამდენი არის ბაბუასტოლები რომ აფუჭებენ? რამდენი გოგონა არის არსებობს, რომლებიც ძმამ, მამამ გააფუჭა, გააპატიურა? არა ეს და სამალი, ეს ყველაფერი ხდება. ჩვენ თუ თავისი სახელები არ დავარქვით ყველაფერს, ჩვენ ამას ვერ შევებრძოლებით. და რატო ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება, ისეთ პირობებში ჩაგვაგდეს ჩვენ ყველანი. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს გვამუშავებენ ახლაც. იძულებული ვართ ვიმუშაოთ, ვინც მუშაობს, ვინც ჯანმრთელია და მუშაობს. დილიდან საღამომდე მხოლოდ ფულზე ვიზრუნოთ. რატომ?
რომ ის საჭველი ვჭამოთ. ძიმე სამუშაო უნდა შევასრულოთ, ხო? მთელი დღე ფეხზე უნდა ვიდგეთ ბაზარში მხოლოდ ფულზეა საფიქრალი. რამდენი ფული უნდა ვიშოვოთ, რომ ჩვენი ოჯახი ვარჩენოთ, შვილებს ჩავაცხოთ, დავახუროთ, ვჭამოთ. არასალოდნელო ის უბრალო პური და ჩაი რომ მქონდეს ადამიანს. მოგწონთ? უბრალოდ პირი მიშრება ხოლმე და ამას ვამბობ მე. ახლა გავაგრძელოთ. ხო, ილიანა ამბობს, შენ გატარებენო ამ დროის ფაქტით წინ და უკან. ტყევანი კი პასუხობს რომ ხო და შენი ცხოვრება, ერთი ცხოვრება მეორეს მიყოლებით, მესამეს მიყოლებით მიდიშო ამ მოგზაურებებში. ისინი კი თავის საქმეს აკეთებენო. თქვენ ხო კი მეხსიერებას ბლოკავენო, მაგრამ თქვენი სულის დონეზე თქვენ თითქოს ამას გძნობთო. სულს ახსოვს ეს ყველაფერი. ხო და ეს ასე უეცარი გახსნა ამ საქმესა. ალბათ მოხდა იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვამატებდეთ ინტერნეტს. ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას გავაზიაროთო ჩვენი მოგონებები, გავაზიაროთო ჩვენი გამოცდილებები, ამბობს ტყევანი. მე თავაზობ ადამიანებს არ შეგეშინდეთო, თქვითო ყველაფერი. ხო, თუ თქვენ იტყვითო თუ რაში იყავითო ჩათრეული, უფრო მეტი შანსია რომ ისინი თავს დაგანებებენო. კი, თქვენ ყოველთვის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებით, მაგრამ მათ მეტი თქვენ არ გამოგიყენონ. აქტივის სახით თუ თქვენ არ გაჩვენდებით. ისინი გადავლიან სხვა ადამიანისკენ, რომელსაც აქვს სულთა ფურთელი და მუშაობენ კარგად. ხო, ზოგს ეშინია რომ ჩათვლიან გიჟად, ეშინიათ რომ მოკლავენ, ზოგს ეშინია ურთიერთობის გაფუჭება, ზოგს ეშინია კარიერის დანგრევის. და თუ თქვენ გინდათ ამ პროგრამიდან გამოსვლა, მაშინ ღიად უნდა ილაპარაკოთ. და თუ თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი გამოცდილება, ნუ შეადაროთ მათ სხვების გამოცდილებასა, ყველას თავთავისი გამოცდილება გააჩნიაო. თქვენ იცით რომ არსებობს ობიექტური რეალობა, მაგრამ რაღაც დონეზე ის აგრეთვე არის სუბიექტური რეალობა. კარგით, მოდით ამ ნოტით დავამთავროთ. იმიტომ რომ აქ ისინი ბევრ რამეს ყვებიან ისეთს, რაც არ იქნება საინტერესო თქვენთვის. ამიტომ მე ეს ვიდეო მთლიანად გადამითარგმნე, მე საერთოდ არ თარგმნე ასეთ ვიდეოებს მთლიანად, იმიტომ რომ ეს ვიდეოები მიდის 1 საათნახევარი 2 საათი. და თან წვიმანებზეც ყვებიან, წვიმანებზეც ლაპარაკს საუბრობენ, რაც არა საინტერესო. და მე ისეთი რაღაცები ამომაქვს, რაც საინტერესოა. მომავალ შეხვედრამდე.